სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თითოეული წირვა არის დღესასწაული. თითოეული წირვა არის ადამიანის სულის დღესასწაული და ძალიან დიდი მოგეში. და ვისთვისაც ეს ასე არის, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ აი ამ კუთხით თუ შევხედავთ, ის სწორგზაზე დგას და ქრისტესკენ მიდის. აი ვისთვისაც წირვა ნამდვილად მოგეში არის, ესე იგი აი არ ვიცი თქვენ გქონიათ თუ არა ასეთი განწყობა, მაგრამ მე მქონია, რომ როდესაც რამოდენიმე დღე რაღაცის გამო წირვა არ ყოფილა, ხა კვირიდან კვირამდე კი წირვა გვაქვს, რაღაცა დიდი მონატრება იცის. და მით უმეტეს თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ავადმყოფობის გამო რაღაცა ეტარდება წირვა, მერე იწირს ადამიანს და მე ვფიქრობ, ეს სწორი განწყობა არის და მერთმა მოგცეს ამის შესაძლებლობა ბოლომდე, ესე იგი სანამ პირშისული გვიდგას. დღეს არის ყოველთა წმინდათა ხსენება. ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს. დღეს არის ასევე მარხვის აღების დღე, ასე ეწოდება, ხვალიდან იწყება პეტრე პავლობის მარხვა. თქვენიცით, რომ ეს მარხვა თევზით არის ხოლმე ხსნილი გარდა ოთხშაბათის და პარასკევისა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხავს, სახარების აუφალი ბრძანებს, რომ ყველა ვინც მაღიარებსო მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე. და ვინც უარყოფსო მე კაცთა წინაშე, მეც ვუარყოფ მათ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და ისეთი სიტყვებია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვინც თავისი ცხოვრება მოწამეობრივი აღსასრულით დაასრულა. რომ ადამიანთა წინაშე თქვეს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, თან ერთ-ერთი საეკლესიო მწერალი ასეთ რამეს ამბობს. აი როგორი იყო მზაკრული იყო იმათი ხერხები, ვინც ქრისტიანობას ებრძოდნენ. დაუშვათ აი ადამიანს ეტყოდნენ, რომ ქრისტეზე თქვი უარი და ჩვენ სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ. ის მტკიცე იყო და მაინც ამბობდა, რომ მე ქრისტიანი ვარ. მერე როგორც არაერთხელ ყოფილა ჩვენ ქართულ წმინდათა ცხოვრებაშიც, რომ აი ამას და თანამდებობას მოგცემ, ამ სიმდიდრეს მოგცემ, დაგაწინა რამდენჯერ ყოფილა ქართველი მოწამეები სპარსეთში თუ ოსმალეთში, ასე რომ რაღაცებს პირდებოდნენ და მაგრამ იმათზეც უარი თქვეს. მერე მზაკრული გეგმა რა იყო? შენ ნურაფერს ნუიტყვი. ჩვენ ვიტყვით, რომ შენ უარი თქვი ქრისტეზე. გესმით? მაგრამ იქ გაჩვენება უკვე ქრისტეზე უარის თქმა იყო. მაგრამ მათი მზაკრობა აქ კი არ ჩერდებოდა. ისინი მართლაც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ადამიანმა უარი თქვა ქრისტეზე. და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ შენ უარი არ თქვი ქრისტეზე და აი ადამიანები იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოწამეობრივად აღსრულებულიყო. თუმცა, როგორც წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ნათქვამი, თუ არ ვცდები, ის ამბობს, რომ მოწამეებიო ერთ ჟამს ეწამნენ და მეუდაბნოე მამები, რომლებმაც მიატოვეს თავისი ქალაქები, სოფლები და განმარტოებით მთებში, უდაბნოებში, კლდეებში, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ისინი ყოველდღიურად ეწამებიან. ყოველდღიურად წარმოიდგინეთ, აი ზოგი ისე მოღვაწეობდა, საერთოდ საწოლი არ ქონდა თავის სენაკში. საწოლი არ ქონდა, ანუ მის დღის განრიგში დაძინება როგორც ასეთი არ შედიოდა. და აი ან რამდენიმე წუთიანი ტრაპეზის დროს ისიც ზოგს დღეში ერთხელ და ზოგს ორ დღეში და ზოგს კვირაში ერთხელ, ან რაღაცა საქმის დროს რასაც ჩათვლემდა, აი ეგ იყო
მათი ძილი. და ეგ ხო თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეგრე გაეკეთებინათ. აი რამხელა სულის ადამიანები იყვნენ, რომ აი როგორ შეიყვარეს ქრისტე, რომ მათ აი ესეთი ღვაწლი იტვირთეს, ვინ დააძალა, ხო არავინ დააძალა, კაცმა რო თქვას, რისთვის ისჯებიან და ისე რო ეცხოვრათ, ერში რო ეცხოვრათ, არ გადარჩებოდნენ, არ ცხონდებოდნენ. მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ მათ იმდენად შეიყვარეს ქრისტე, რომ ეცოტავებოდათ ის ღვაწლი, რასაც ერში აღასრულებდნენ ქრისტესთვის. მათ უფრო მეტი უნდოდათ, რომ გაეკეთებინათ ქრისტესთვის და აი ამ სიყვარულმა წაიყვანა ისინი მონასტერში. თან ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი როდესაც ქრისტიანთა მასიური დევნა შეწყდა 313 წელს, სწორედ იქიდან არის ათვლის წერტილი, როგორც იტყვიან, ბერმონაზნული ცხოვრების ფართოდ გავრცელების, აი როგორც ინსტიტუტი, ასე ჩამოყალიბების. რატო ამასაც თავისი სულიერი მნიშვნელობა აქვს? როდესაც ადამიანებს ქრისტეს გამო აწამებდნენ, მათი სიყვარული აი ამ მოწამეობაში ვლინდებოდა. მაგრამ შეწყდა დევნა და დარჩა სიყვარული ამ ადამიანებში და რაღაცაში ხო უნდა გამოვლენილი იყო ეს დიდი სიყვარული. და ეს გამოვლინდა სწორედ იმაში, რომ მათ მიატოვეს თავისი საცხოვრებლები და ესე განმარტოებით, უკიდურესად შეჭირვებით, უპოვარებით, მონაზნობის ერთ-ერთი აღთქმარი უპოვარება. მეორეა უქორწინებელობა და პირველი უпростоრად არის ეს მორჩილება. მორჩილების გარეშე არც უპოვარება არ გადა, არც უქორწინებელობა. ქორწინება კი არ არის ცუდი. ქორწინება ნაკურთხია ღვთისაგან და თავად მივიდა გალილეის კანაში. ეს მეორე გზა არის. მეორე ესე ორი ძირითადი გზა არსებობს, არის მონაზნობის, ანუ მარტო ცხოვრებისა. მონაზონი მარტო ცხოვრებს ნიშნავს და მეორე ქორწინების. და მათ ეს გზა აირჩიეს. აი ამ უპოვარებაში, აი ამ სიგლახაკეში, უკიდურეს გაჭირვებაში, რომ არანაირი საარსებო საშუალება გარდა იმისა, რომ ეძებდნენ, როგორც ისე წმინდა მამათა ცხოვრებაშია ნახსენები, ეძებდნენ ისეთ ადგილებს, სადაც ჰაერი და წყალი იქნებოდა სუფთა. რატო ეძებდნენ ეგეთ ადგილებს, რომ ისინი ჯანმრთელი ყოფილიყვნენ და მოღვაწეობა შეძლებოდათ. დაავადებული ადამიანი ისეთ მოღვაწეობას ვერ შეძლებს. წყალი და ჰაერი სადაც არის, ისინი საკვებზე კი არ ფიქრობდნენ, სიმაძღრეზე კი არ ფიქრობდნენ. როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ ჩვენ იმისთვის კი არ ცხოვრობთ, რომ ჭამოთ, იმისთვის ჭამთ, რომ ვიცოცხლოთ. და ეს სიცოცხლე აი ამ ბერებს და მონაზვნებს სწორედ ქრისტესთვის უნდოდათ. და მათ თავისი ცხოვრებით, ისევე როგორც მოწამეებმა აღიარეს ადამიანთა წინაშე, რომ ისინი ქრისტეს ერთგულები იყვნენ. და აღიარეს მხოლოდ სიტყვით კი არა, აღიარეს თავისი საქმით, თავისი ცხოვრების წესით. და ერში მცხოვრებ ადამიანსაც თავისი ასპარეზი აქვს. ახლა ის სიტყვაზე ვამბობ, რომ აი დღეს ახლა აი ვიღაც დავუშვათ იმდენ შვილს გააჩენს, რამდენსაც მას ღმერთი მისცემს. და არ იტყვის ვარს არც ერთ შვილზე. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ტექნოლოგიით შეიძლება დადასტურდეს, რომ ეს ბავშვი შეიძლება ავადმყოფი დაიბადოს. მაგრამ ის მაინც იტყვის, ეს ჩემი ჯვარია ქრისტესგან მოცემული. ხო, სხვადასხვა და ამის გამო მოცელს კი არ მოიშლის. სხვადასხვა იყო ამის რამდენიმე წლის წინ შემთხვევა, ჩვენი მეგობარი იყო, ერთი მოძღვარი ყავს ჩვენი მამა გედევნი და რაღაცა პრობლემა შეექმნა ამ ხრივ უთხრეს ეხოსკოპიაზე, რომ ეს ბავშვი რაღაცა ესეთი დაიბადება, რომ აი თელი ცხოვრება რომ ზომნელობა დაჭირდება რაღაც ეს. და ფიქრობდნენ, რომ აი რაღაცა აი ამ ფიქრისკენაც წავიდნენ, რომ ხარ მოეშალა თუმცა, მაგრამ ეს ბიჭი ღვთისმოყვარეა და პირდაპირ ხელაღებით არ გააკეთეს ეს. რაღაცნაირად ჯერ ჩემთან მოვიდნენ, როგორც ძმები, ესე რომ ვთქვათ. რაღაცა მე შემომჩილა ასე ვარ, რაღაცა ესე და წამოდი მეთქი არ გააკეთო, ჩვენ მოძღვართან მივიდეთ მეთქი, მამა გედევნთან მივიდეთ. მამა გედევნმა კი ვიცოდი, რასაც ეთქო და მეც საახლოვით მაგას ვეუბნეოდი, მაგრამ მოძღვრის სიტყვას თავისი ძალა და მადლი აქვს და აი ესეთი გადაწყვეტილება ადამიანმა
როცა კურთხევის გარეშე არ უნდა გააკეთოს და მამა გედორმა გითხრა რომ ჩვენ ვინა ვართო უნაკლო. ახლა რომელიც ჩვენგანი ვართ აქ უნაკლო რაღაცა ყველას თავისებური ნაკლია. ვიღაცა სპორტსმენი, ვიღაცა ფიზიკური, ვიღაცა სულიერი და ჩვენ ყველანი სრულყოფილი არც ერთი ქრისტია სრულყოფილი. მოკლედ მათი მხრიდანაც ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილება იყო რომ არ გაიკეთეს არაფერი, ეს ბავშვი დაიბადა და თქვენი თვალითაც გინახავთ აქ მოდის ხოლმე ესეთი პატარა საყვარელი კუდრაჭარი უნაკლო, აი რა გაგებით უნაკლო რომ რასაც ისინი ამბობდნენ არაფერი ეგეთი არ მოხდა. აი უფალზე მინდობილი ადამიანი როცა კურთხევით რო ცხოვრობს, ხო და აი ამ საქციელით მათ აღიარეს რომ ისინი ქრისტეს ერთგულები არიან. ვინც ცდილობს რომ ღვთისგან მიცემული საქმე აღასრულოს, თავის სამსახურში იქნება ეს. აღასრულოს პატიოსნად, ხელმრუდედ და რაღაცა ისე კი არა რომ აი მიაფუჩეჩოს, არამედ ყველაფერი აკეთოს როგორც ქრისტეს. ესე არ ამბობს დავით მოსალმონელი. უფლისა არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მასში. სხვაგან ამბობს რომელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის. უფალმა დაგადგინა შენი მადლზე იმ სამსახურში, იმ პოზიციაზე, რაზეც შენ ხარ. შემთხვევით არავინ არსად არ დგას. და რადგან უფალმა დაგადგინა, ჩვენი განწყობა და მიდგომა ეს არის ქრისტიანისა, რომ შემთხვევითობა გამორიცხულია და უფალმა დაგადგინა თავის საქმეზე, ყველაფერი მისია. და შენ აკეთო ეს საქმე როგორც ქრისტეს და არა როგორც ადამიანის. ადამიანის მოტყუებას რა უნდა? მაგრამ აი ქრისტეს მოტყუება არის შეუძლებელი. სინდისის მოტყუება შეუძლებელი. და როდესაც ადამიანი კეთილსინდისიერად აღასრულებს თავის საქმეს, როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, უფრო ცოტა ექნება შემოსავალი, ვიდრე მაშინ, როდესაც მოკლე გზებს დაუწყებს ძებნას. მაგრამ ეს ცოტა უფრო გემრიელი იქნება და აი ამ კეთილსინდისიერებით ის აღიარებს, რომ ქრისტეს მოწაფეა და ამიტომაც იქცევა ასე. არაერთხელ მომხდარა და კიდევაც მოხდება, რომ იმის გამო, რომ ვიღაცა რომელიღაც ჩვენთაგანი კეთილსინდისიერად გააკეთებს თავის საქმეს, შეიძლება ვიღაცამ დაქცინოს კიდეც, რომ შენ ბრიყვი ხარ. შეგიძლია უფრო იოლად გააკეთო, უფრო მეტი იშოვო, მაგრამ შენ ამას არ აკეთებ ქრისტეს გულისთვის და იმ დაცინვასაც მოითმე. და ღვთის წინაშე რომ წარდგებით, უფალი რომ დაბრუნდება, ყველას მიაგებს თავისი საქმეების ამებრ და ნახეთ ბოლოს რა შეუნა მოციქული პეტრე თუ დააკვირდით. უფალი ხო ამბობს, რომ ჯერ ამას ამბობს, რომ ის მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარყოფს კაცთა წინაშე, მე უარყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე და მე ამბობს, ვინც შეიყვაროს მამა, დედა, შვილი თუ ჩამოთვლის საკუთარი თავი ჩემზე მეტად და თუ არ აიღოს ჩემი ჯარი და არ გამოყვეს მე, თავისი ჯარი არ აიღოს და არ გამოყვეს მე, არ არის ჩემი ღირსია და პეტრე მოციქული ეკითხა, უფალო, ჩვენო, აი ეს ყველაფერი დაუტევეთო და გამოყევით შენ. მართლაც ყველაფერი დატოვეს მათ და ქრისტეს და რა იქნება ჩვენთვის? და უფალი ეუბნება ძალიან სანადეშო სიტყვებს. რაც დატოვეთო და ჩამოთვლეს, ასწილად მიიღებთ და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდროთ. ანუ აქ რა ჩანს, ნახეთ, საჩვენოთ, აი არის ადამიანებისთვის. რასაც შენ ქრისტეს გამო დათმობ, მოითმე, ის დაკარგული კი არ არის. იმას შენ აქვე ასწილად მიიღებ და ამასთან ერთად საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდროთ. აი ეს უფლის სიტყვები. და ეს არის თითოეული ჩვენთაგანისათვის მანუგეშები. ანუ ქრისტეს გამო რომ შენ პატიოსნად გააკეთებ და 100-ის მაგივრად 5-ს მიიღებ, სინამდვილეში 5 კი არ მიიღებ, შენ 500 მიიღებ და არა 100. და სადაც 100 მიიღებდი, არაკეთილსინდისიერად, იქ ის 100-იც
მტკივნეული იქნებოდა და სინდისი რო ქენჭნის ადამიანს ეგეთი იქნებოდა. აი ის რომ ადამიანი ასწილად მიიღებს, ერთი ასეთი პატერი კი გამახსენდა. ერთ-ერთ მონასტერს ვიღაც მიადგა გაჭირებული და წინამძღვარმა უთხრა, რომ თავის მორჩილს, რომ წადიო, გამოუტანეო და მიეციო, რაც გვაქვს. და წავიდა და გამოუტანა. აი სიტყვაზე ვამბობ ახლა, მე ზუსტად არ აი 10 დრაქმა ჰქონდა და 9 გამოუტანა. და მისცა. ერთი დაიტოვა. ანუ ეს ბოლომდე ვერ ენდო ღმერთს, ეს ვინც გაგზავნეს და წინამძღვარმა უთხრა, რაც გვაქვს გამოუტანა. გავიდა დრო და მონასტერს შემოწირეს 900 დრაქმა. და მაშინ მიხვდა წინამძღვარი, შენ მაშინ 10-ის მაგივრად 9 გამოუტანეო? გესმით? აი მაშინ მიხვდა, მანამდე კი არ იცოდა, არც უკითხია რამდენი გამოუტანე, ხო ენდობოდა, წადი და რაც გვაქვს, ხო იცოდა რომ 10 იქა. გამოუტანია 9 და რომ 1000-ის მაგივრად 900 მიიღეს, მიხვდა რომ ეს საიდან იყო, ეს რატო იყო და მაშინ მიხვდა რომ კითხა, შენ მაშინ 10-ის მაგივრად 9 გამოუტანეო? ხო და რასაც გააკეთებ ადამიანი, ის გიბრუნდება ასმაგათ უკან. მაგრამ ის რომ გააკეთო, მაგას რწმენა ჭირდება. მაგას მინდობა ჭირდება. აი თუ ესე არ მოხდეს, აი ეგეთი დაეჭვებული გაკეთებით შეიძლება მართლაც არ მოხდეს. იმიტომ რომ ადამიანს თავისი რწმენისამებრ მიეგება და არა თავისი ეჭვებისამებრ. მოციქული იაკობიც მაგას ამბობს, რომ დაეჭვებული კაცის ლოცვა ძალა არ აქვს და ადარებს ზღვის ტალღას, ხარისაგან მიმოტაცებულს დაშლის შეფებად. მაგრამ აი მორწმუნე კაცის მინდობა და ლოცვა აი ამ ძლიერ ტალღას გავს და აი ამ ყველაფერში შეიძლება ჩვენ ყველაფერი ვერ ჩამოვთვალეთ, მაგრამ აი ეს წვრილმა რაღაცეებშიც კი საერო ცხოვრებაში ადამიანი ან აღიარებს ქრისტეს ადამიანთა წინაშე და ან არ აღიარებს. და საბედნიეროდ რაღაცა შუალედური რგოლი არ არსებობს, რომ თან აღიარო და თან არ აღიარო. აი ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ ჩემი ცხოვრების წესით ადამიანების წინაშე მე ვაღიარებ, რომ ქრისტეს მორწმუნე ვარ. ლაპარაკით კი არა. სადაც საჭიროა სიტყვითაც. მაგრამ ცხოვრების წესით მე რამდენად ვარ ქრისტეს მორწმუნე და როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვის. ჩვენიერი მართლა ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. და ის რომ რაც ჩვენ მივიღეთ რწმენა, არასოდეს არ გადაგვიხვევი, ერს არასოდეს არ გადაუხვევი ამ რწმენიდან. და თქვენ იცით, რომ წელს არის 1700 წლის თავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. და იმ დღიდან ეხლა თითოეულ ადამიანს რა თქმა უნდა კი, მაგრამ ერს როგორც ასეთი არასოდეს არ გადაუხვევია ქრისტეს რჯულიდან და სწორედ აი ეს არის ჩვენი გადარჩენილი გზა, რამაც აქამდე მოგვიყვანა და აი ამას უნდა ერთგულებდეს ქართული, თუ უნდა რომ მისი ისტორია გაგრძელდეს. და არა ისტორია როგორც ასეთი მიწაზე ცხოვრებისა, არამედ სულიერი ისტორია, ცხონებულ ადამიანთა ისტორია. აი ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ იმისი ძალა, რომ ჩვენი სიტყვითაც და სადაც საჭიროა ჩვენი საქმითაც ვაღიარებდეთ, რომ ჩვენ ქრისტეს ერთგულები ვართ. და ვახსოვდეს, რომ ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცვა და ბევრი მოითმი. და ჩვენ რას მოვითმეთ ქრისტეს გულისთვის, რითი უპასუხებთ მის სიყვარულს. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოლოთ. ჩვენთან არის ღმერთი.